ვაგრძელებთ გადაცემას, თქვენ უყურებთ Euronews Georgias. ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები, ასე ეწოდება კონცერტების სერიას, რომლებიც თბილისსა და საქართველოს რეგიონებში გაიმართება. მისი მიზანია ქართული კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცია და საქართველოში მცხოვრები ქართველი მუსიკოსების გაერთიანება. პირველი კონცერტი 15 მაისს თბილისში ვანოს არაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში ჩატარდა. ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების ფარგლებში კონცერტები მთელი წლის განმავლობაშია დაგეგმილი თელავში, ქუთაისში, ბორჯომში, ბათუმსა და სენაკში. პროექტის დასკვნითი საღამო თბილისში კონსერვატორიაში 5 დეკემბერს გაიმართება. ქართული კლასიკური მუსიკის სერიების დამფუძნებელი თამარ ლიჩელი გახლავთ ჩვენი სტუმარი. თამარ, კიდევ ერთხელ მოგესალმებით. მადლობას გიხდით გადაცემაში მონაწილეობისთვის. თუ შეიძლება დავიწყოთ საუბარი გალა კონცერტით, ან პირველი კონცერტით, რომელიც ამ პროექტის ფარგლებში 15 მაისს ჩატარდა. რას მოიცავდა, ვინ მონაწილეობდა მასში? ეს გახდათ გალა კონცერტი, რომელიც მონაწილეობას ღებულობდნენ ქართული მსმენელისთვის ძალიან საყვარელი და კარგად ნაცნობი შემსრულებლები და ამჯერად ამ კონცერტზე გავიტანეთ ასევე ძალიან საყვარელი ქართული მსმენელისთვის ქართველ კომპოზიტორთა ნაწარმოებები. Ქონდა ერთი პრემიერაც, ეს გახდათ ბატონი გიორგი შავერდაშვილის საფორტეპიანო პიესა. ზოგადად მოგეხსენებათ, რომ ამ პროექტის მიზანი არის ქართულ კომპოზიტორთა ნაწარმოებების პოპულარიზაცია და არა მხოლოდ იმ ნაწარმოებების წარმოჩენა კიდევ ერთხელ, რაც ქართულმა მსმენელმა ძალიან კარგად იცის, არამედ პრემიერებიც, თანამედროვე კომპოზიტორთა ნაწარმოებები და მე ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ შესაძლებლობა ექნება მსმენელს უფრო ესე ფართოდ გაეცნოს და ასევე კომპოზიტორებისთვის გავიტანოთ ის ნაწარმოებების სცენაზე, რომელიც აქამდე არ შესრულებულა. Რა თქმა უნდა, მინდა პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს მხარდამჭერებს, რომელთა ხელშეწყობით შესაძლებელი გახდა ამ პროექტის განხორციელება. ეს გახლავთ საქართველოს კულტურის სამინისტრო, თბილისის მერია, საქართველოს კომპოზიტორთა კავშირი, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. მოგეხსენებათ, ეს პროექტი ჩვენ შარშან დავიწყეთ, ძალიან დიდი ხანი ვფიქრობდი ამაზე, მინდოდა გარდა იმისა, რომ წარმოგვეჩინა ქართული ნაწარმოებები, მომხდარიყო ერთგვარი გაერთიანება საქართველოში მცხოვრები არაჩვეულებრივი მუსიკოსებისა, იმიტომ რომ მე ვფიქრობ ძალიან დიდია დამსახურება იმ მუსიკოსების, ვინც საქართველოში დარჩა, ვინც არ წავიდა საზღვარგარეთ, ან წავიდა ისწავლა, დაბრუნდა და აი სწორედ საქართველოში მოღვაწეობენ და ძალიან დიდ როლს თამაშობენ ქართული მუსიკალური კულტურის განვითარებაში. და იცით რა არის ყველაზე სასიამოვნო არის ის, რომ აი ამ შემსრულებლებშიც და მსმენელშიც აი 15 მაისს ვინც ესწრებოდა კონცერტს, სწორედ ის აურას უფევს, რის გამოც მე წამოვიწყე ეს პროექტი და ეს მახარებს განსაკუთრებულად, იმიტომ რომ როგორც ჩანს, ყველას ჰქონდა ამის მოთხოვნილება, იმიტომ რომ არაფერია იმაზე ძვირფასი, ვიდრე რაღაცა ერთი ინტერესით გაერთიანებული თანამოაზრეები, მეგობრეები, საერთო პროფესია, ჩვენი ქართული კლასიკური მუსიკა და ამიტომ მე ვფიქრობ, სწორედ აი ამის სიყვარული განაპირობებს ისემ, რომ პროექტი დიდი წარმატებით განხორციელდა შარშანაც და წელს აი პირველი კონცერტიც ამის დასტური იყო. ყველას ალბათ ვერ ჩამოთვლით, რო არ მოგცემ საშუალებას, მაგრამ არაჩვეულებრივი შემსრულებლები ყავდა და ჟანრულად საკმაოდ მრავალფეროვანი იყო ეს კონცერტი. თამარ, თვითონ კლასიკური მუსიკის კონცერტების გარდა, რომლებიც უნდა ჩატარდეს თბილისსა და სხვა რეგიონებში, რამდენადაც ვიცი, პროექტი აერთიანებს მასტერკლასებს, დამწყებ მუსიკოსებთან შეხვედრებსაც, შეიძლება ითქვას ახალგაზრდა მუსიკოსების აღმოჩენის შესაძლებლობასაც კი აჩენს. აი ზოგადად პროექტის აღწერილობის შესახებ უფრო მეც რომ მოგვიყვეთ, კონცერტების გარდა რას მოიცავს? დიახ, აი წელს დაემატა ესეთი ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო მიმართულება, მე მგონი ბავშვებს გაუხარდებათ, გარკვეული სტიმულიც იქნება მათთვის. გარდა იმისა, რომ რეგიონებში ვცდილობთ, რომ ჩვენთან ერთად კონცერტებში მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივმა ნიჭიერმა ახალგაზრდებმა, მათთვის ჩავატარებთ სხვადასხვა შეხვედრებს, მასტერკლასებს და ლექციებს საინტერესო თემებზე, მაგალითად ისეთ თემაზე, როგორიც არის ალოიზ მიზანდარის მნიშვნელობა ქართული საფორტეპიანო მუსიკის ისტორიაში, რაც ძალზე მნიშვნელოვანია, აქედან დაიწყო სწორედ ჩვენი ისეთი არნახული საფორტეპიანო ხელოვნება და სკოლა
რითაც ასე ვამაყობდით ყოველთვის და ვამაყობთ. ასევე კამერული მუსიკის მნიშვნელობა მუსიკოსის შემოქმედებაში და მრავალი სხვა. აი თელავში მაგალითად ახლა 24 მაისს მივგზავრებით და ვიცი რომ იქ არაჩვეულებრივი ბავშვები ემზადებიან ჩვენ შესახვედრად და ჩვენთან ერთად კონცერტში ღებულობენ მონაწილეობას. ძალიან მინდა რომ ჩვენი მსმენელი დავპატიჟოს შემდეგ კონცერტზე, ეს გახლავთ 23 მაისს. კონცერტი ჩატარდება საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში და აქვე კიდევ ერთხელ მათ მადლობას ვუხდი მხარდაჭერისათვის და მოკლედ მოგახსენებთ ამ კონცერტის შესახებ. ჩემთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ არაჩვეულებრივი მუსიკოსები ჩვენი ძალიან საამაყო ბატონი თემურ გუგუშვილი, დავით ალადაშვილი, არაჩვეულებრივი პიანისტი ლიზა რამიშვილი, ჩვენი გამორჩეული ჩელისტი და სახელმწიფო კამერული ორკესტრი, რა თქმა უნდა, საქართველოს სიმფონიეტა და მინდა აქვე დავამატო, რომ გვექნება პრემიერა, ეს გახლავთ ქალბატონი ნინო ჯანჯღავას საფორტეპიანო კონცერტი, რომელსაც მე შევასრულებ. და ასევე ის რეპერტუარი ბალანჩივაძის არაყიშვილის, ვაჟა აზარაშვილის რომანსები, რასაც ბატონი თემური იმღერებს, შესრულდება ახალი ვერსიით. ეს გახლავთ ვერსია სიმებიან ორკესტრთან ერთად, რომლის ავტორი გახლავთ არჩილ გიორგობიანი, ასე რომ მე მგონი მსმენელისთვის ძალიან საინტერესო კონცერტი. აქ შესრულდება ასევე აზარაშვილის სავილონჩელო კონცერტი, რომელიც უკვე მსმენელისთვის კარგად არის ნაცნობი, ბატონი გიაყანჩელის ნაწარმოები და ვეპატიჟებით ყველას, აქვე აღნიშნავ, რომ დასწრება თავისუფალია. რა მოგცათ წინა წლის კონცერტების სერიის გამოცდილებამ? აი რა იყო დასტური იმისა, რომ წარმატებით ჩატარდა ეს პროექტი, მან წარმატება ჰპოვა და ღირდა მისი გაგრძელება და დაუშვათ იმ გამოცდილებამ რა გიკარნახათ, რა ცვლილებები, რაც სიტყვაზე წელს გაითვალისწინებთ? იცით რა ცვლილებებს ვერ ვიტყვი, რომ იმდენად წარმატებული იყო შარშანდელი კონცერტი, რისი დასტურიც იყო ის, რომ დარბაზში ვერ ეტეოდა ხალხი, იმდენად დიდი იყო მოთხოვნა, როგორც ჩანს მსმენელს სხვათა შორის არ დაგიმალავთ და არ ველოდი ასეთ ინტერესს, ერთგვარი საცდელი ვერსია იყო და ხალხი ითხოვდა დასწრებას, კარებს ვერ ვკეტავდით, დარაბებს ვერ ვკეტავდით კონსერვატორის მცირე დარბაზში და ეს ძალიან დიდი სიხარული იყო ჩემთვის. ამან ერთხელ კიდევ მაგრძნობინა, რომ საჭირო იყო ეს პროექტი. ასევე რა თქმა უნდა შემსრულებლებისგან იყო ძალიან ბევრი წინადადება, ძალიან დიდი მოთხოვნა იმისა, რომ ყოველთვის მხარში გედგებით და ასეც გაგრძელდა, იმიტომ რომ ისინი მზად არიან საჭირო რეპერტუარი უმოკლეს ხანაში ისწავლონ. იმდენად დიდი გულწრფელობით ეკიდებიან ამ საღამოებს, ასე ვთქვათ. და ასევე შარშან ჩავიტანეთ ერთი კონცერტი გორში. და მათ ახლა ესე დაგვიანებითაც მადლობას ვუხდი, იმიტომ რომ არაჩვეულებრივი განწყობას უფევდა, იქაც სავსე იყო დარბაზი და კიდევ ერთხელ დავწმუნდით, რომ აი რეგიონებში და თბილისის გარდა სხვადასხვა ქალაქებში ჩატანა ამ საღამოების ამ პროექტის ძალიან მნიშვნელოვანია. თამა, რამდენი კონცერტია დაგეგმილი წლის განმავლობაში? ესე იგი თბილისში ერთი კონცერტი, როგორც ვთქვით, უკვე ჩატარდა, ეხლა 23-ში ასევე დავპატიჟეთ უკვე ჩვენი მსმენელი 24 მაისს იგივე პროგრამით საქართველოს სიმფონიეტასთან ერთად გავემგზავრებით თელავში, სადაც მუსიკალურ სასწავლებელში ჩავატარებთ კონცერტს. შემდეგ მივემგზავრებით სენაკში, სადაც ეს პროექტი ჩაგვაქვს ჩვენი მეგობრის არაჩვეულებრივი პიანისტის ვალერიან შიუკაშვილის ფესტივალზე. შემდეგ აი თბილისში ის ლექცია ერთ-ერთი, რომელიც ვახსენე ალოიზ მიზანდარის მნიშვნელობა ქართული საფორტეპიანო სკოლის ისტორიაში ჩატარდება თბილისში. შემდეგ ბათუმში მე მგონი მსმენელი ძალიან ელოდება გიგი პიანომენის კონცერტს და ეს იქნება მისი პირველი კონცერტი ბათუმში. ჩავდივართ ამ კონცერტით და ჩვენ ჩავატარებთ მასტერ კლასებს. ოქტომბრის თვეში უკვე თენგიზ ამირეჯიბის სახელობის საერთაშორისო ფესტივალისა და კონკურსის
ფარგლებში ჩატარდება აი ესეთი გალა კონცერტის ტიპის კონცერტი, ზოგადად აი ბორჯომში და შემდეგ ქუთაისში უკვე ნოემბრის თვეში გვინდა რომ დიდი შემადგენლობით ჩავიდეთ, ისევე როგორც 15 მაისს ჩავატარეთ კონცერტი, რომ შეძლებს დაგვარად ჟანრულად მრავალფეროვანი კონცერტები შევთავაზოთ მსმენელს და მასტერკლასების თვალსაზრისითაც ყველა მიმართულებით შესაძლებელი იყოს მასტერკლასების ჩატარება, იქნება ეს საფორტეპიანო, ვოკალური, სიმებიანი, კამერული ჟანრი თუ სხვა და შემდეგ უკვე დეკემბერში კონცერტების სერია დასრულდება ჩემი და დავით ალადაშვილის კონცერტით ქართული კლასიკური საფორტეპიანო მუსიკა 4 ხელში. ძალიან მასშტაბური პროექტია, თამამად შეიძლება ითქვას. ორგანიზების თვალსაზრისით რამდენად რთული იყო წინა წლის გამოცდილებაც ახლაც. თქვენ იდეის ავტორი ბრძანდებით, მაგრამ ბევრი ადამიანი დაგეხმარათ ამის ორგანიზებაში და შესრულებაში. უპირველესად კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვამ, რომ ჩვენი მხარდამჭერების დამსახურებაა ის, რომ პროექტი ასე გაიზარდა. შარშანდელთან შედარებით, რა თქმა უნდა, საორგანიზაციო თვალსაზრისით ბევრად მეტი საქმეა და იმ ადამიანებს მინდა დიდი მადლობა გადაუხადო, ვინც მხარში მიდგანან და წარმოუდგენელ სამუშაოს აკეთებენ. ეს გახლავთ თამარ სადრაძე, ნინო უშიკიშვილი, მარიამ ჩქარეული, უღრმესი მადლობა მათ, იმიტომ რომ ნამდვილად მარტო მოგეხსენებათ, რომ მხოლოდ იდეა და დიდი სურვილი არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ასეთი მასშტაბური პროექტი განხორციელდეს. თქვენ ჩაფიქრებული გაქვთ რომ ყოველწლიური იყოს ეს პროექტი ან როგორია თქვენი გეგმა? მე ძალიან დიდი სურვილი მაქვს რომ შეძლებს დაგვარა თანდათან საქართველოს ყველა მხარე მოვიცვათ და ესეთი დიდი ჯგუფი ქართველი შემსრულებლებისა, რომელიც გაერთიანებულია ქართველ კომპოზიტორთა შემოქმედების გარშემო, ყველა საქართველოს ყველა რეგიონსა და ქალაქს მივაწოდოთ და ამიტომ ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ შემდეგ წელს ზოგადად მომავალ წლებში ისევ იქნება ეს შესაძლებელი, იმიტომ რომ აი პროგრამის ძიების დროს ძალიან ბევრ საინტერესო ნაწარმოებს წავაწყდი და ნამდვილად ერთი წელი და თუნდაც ამდენი კონცერტი არ არის საკმარისი იმისთვის რომ ამოვწუროთ ქართული რეპერტუარი და მე ვფიქრობ ყველასთვის ეს იქნება საინტერესო და ზოგადად მნიშვნელოვანი საქმე. ის ნაწარმოებები თუნდაც ჩვენი კლასიკოს კომპოზიტორთა შემოქმედებაში, რომელიც არც ისე ხშირად სრულდება და რომელსაც აი სულ ახლა ხანს წავაწყდი, ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ შესაძლებელი იყოს ამ ნაწარმოებების წარმოჩენა. რამდენად დიდი არის, როგორ შეაფასებთ, ახალგაზრდების ინტერესი კლასიკური მუსიკის მიმართ, ამ ტრადიციის გაგრძელების მსურველთა რაოდენობა შეიძლება ითქვას როგორია? იცით რა, საბედნიეროდ ჩემი დაკვირვებით ახლანდელი ახალგაზრდობა უფრო მეტად არის ჩართული ქართული მუსიკის პოპულარიზაციაში შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ აი თუ გადავავლებთ თვალს კონკურსებს, რაც საკმაოდ დიდი რაოდენობით ტარდება საქართველოში საბედნიეროდ და ხელს უწყობს ახალგაზრდა თაობის განვითარებას, ძალიან ხშირია ამ ბავშვების პროგრამაში ქართული მუსიკა. და ნამდვილად ხაზი მინდა გაუსვა იმას, რომ საუკეთესოდ ასრულებენ ბავშვები და ამიტომ დიდი იმედი მაქვს, რომ არა მარტო თბილისში, რეგიონებშიც იქნება სწორედ ბავშვების მხრიდან ძალიან დიდი ინტერესი. უღრმეს მადლობას გიხდით გადაცემაში მონაწილეობისთვის, წარმატებას გისურვებთ. ქართული კლასიკური მუსიკის სერიების დამფუძნებელი თამარ ლიჩელი გახლდათ ჩვენი სტუმარი.